Ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალსა და მარცვლებულზე ფასების მცირედი მატება ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის დეფიციტი არ შეინიშნება, დარგის წარმომადგენლების განმარტებით სამომავლო პროგნოზები დიდწილად სწორედ საერთაშორისო ბაზრებზეა დამოკიდებული. არსებულმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ლოგისტიკურ ჯაჭვსა და ენერგომატარებლების ფასზე. დარგის წარმომადგენლების განმარტებით რისკი ერთი მხრივ მოიცავს ნავთობის და საწვავის ფასების გაძვირებას, რომელიც სადისტრიბუციო ჯაჭვს გააძვირებს, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის გაძვირებაც პურის წარმოებისთვის დამატებითი წნეხი იქნება. Ყველას გვაქვს გარკვეული მღელვარება და უსიამოვნო შეგრძნება იმისა, რომ თქვათ ენერგომატარებლებზე არ შეიცვალოს ფასი. იცით, რომ აი დღეს მე ტელევიზიით უყურე, გამოვიდა ირანის სიყო, რომ არც ერთი ტანკერი არ გავა ზღვაშიო, სრუტესო ვერ გადაკვეთსო, ესე იგი ლაპარაკობდა. ეხლა მე რას ვამბობ, ამით მე ძალიან მაქვს იმის, რომ ნავთობპროდუქტებზე არ აისახოს ეს და მე ბენზინის ფასები და იცით ეს ყველაფერი დაკავშირებულია დისტრიბუციასთან საერთოდ და საერთოდ ტარიფების თემა ძალიან მტკივნეულია საერთოდ. ეხლა მე წლების განმავლობაში ბუნებრივ აირზე გქონდა ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივ აირს ვყავრობთ ძირითადად და ეს ბენზინი ეს არის სადისტრიბუციო მანქანებისთვის და რა თქმა უნდა ხა ელექტროენერგია, მაგრამ იმდენად არა, ელექტროენერგია წისქვილებისთვის არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერი ტარიფი ყოველთვის აისახება თვითღირებულებაზე. ჯერჯერობით ფასები ასე თუ ისე სტაბილურია, თუმცა შეიმჩნევა ფასების ოდნავ მატება. შემდგომი უკვე გვეწოდინება იმის მიხედვით, რომ რა იქონიებს გავლენა შემდგომ ფასებზე. იქიდან გამომდინარე ლოჯისტიკის გადალაგებები მოხდება ალბათ სოფლიოში, აქ ირანის კონფლიქტიდან გამომდინარე რამდენად სწრაფად დამთავრდება, შესაბამისად იქ შეიძლება საერთაშორისო ვაჭრობას დაეთხოს ეს ყველაფერი, სავარაუდოდ ენერგომატარებლის ფასზე იქნება კიდე რაღაცები დამოკიდებული. მეხორბლეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიმდინარე თვეს ანიჭებენ, როდესაც გაირკვევა თუ როგორ გადაიტანეს ხორბლის ნათესებმა ზამთარი რეგიონის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში. ამასთან ხორბლის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ორიოდე თვეში ბაზარზე უკვე ახალი მოსავალი გამოვა, რაც ფასებს დაასტაბილურებს, თუმცა ხორბალზე ფასების უმნიშვნელო მატება შესაძლოა შენარჩუნდეს. ნებისმიერი მსგავსი სიტუაცია უარყოფითად მოქმედებს. ლოჯისტიკა შეექმნება პრობლემა და რაღაც რაოდენობით და რაღაც პროცენტულით რა თქმა უნდა გაძვირდება მარცვლის სავარაუდოდ, მაგრამ არ მგონია რომ ეს რაღაცა ძალიან დიდ პროცენტთან იყოს დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე რომ მოსავალიც უკვე დაახლოებით რაღაც 60 თვეში მოდებით ახლა მოსავალსაც აქედან გამომდინარე არ მგონია რომ თვითონ მარცვლზე იქონიოს დიდი გავლენა მარცვლის ფასზე. ალბათ ლოჯისტიკურ ჯაჭვში შექმნის რაღაც პრობლემებს მიწოდების კუთხით, მაგრამ ამ ეტაპზე ხორბლის მიმართულებით გვაქვს ის პარაგები, რომ რაღაცა პრობლემა არ შეგვექმნეს ახალ მოსავალზე და ახალი მოსავალი როცა მოდის, კიდე დაახლოვდება ფასი კიდევ და კიდევ უფრო იაფთება. მიუხედავად ნეგატიური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და ხარჯების მოსალოდნელი ზრდისა, პურის მწარმოებელთა სექტორში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე პურის ფასის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. თუ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხელშემწყობი ნაბიჯებიც გადაითქმება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის შემცირებას ეხება, რომელიც დამაბალანსებელი გადასახადის სახელითაა ცნობილი და ტონაზე 15 ლარს შეადგენს. დღეს გახადეს 15 ლარი, დღეს კი არ გახადეს, უკვე მთელი წელია ეს 15 ლარი მოძოს. რაც მე ვიტყოდი, რომ პურის წარმოებისთვის საკმაოდ მაღალი თანხაა, იმიტომ რომ ტონაზე 300 ლარია დამატებული და ამან გარკვეული უსიამოვნება დაბადა. უნდა შემცირდეს, მე ვთვლი ახლა, რომ მოიხსნას, აქ ახლა რა იყოს ჩადებული, იცით, რომ იმისათვის დააწესდა ეს გადასახადი, რომ ქართულ წისქვილსაც გადამამუშავებელ მრეწველობას ემუშავა, იმიტომ რომ ძალიან დაბალ ფასებში შემოდიოდა ფქვილი, ნამდვილად ამაში ვეთანხმები და ამან გარკვეული, გამოიწვია წისქვილები საერთოდ ლაბის გაჩერდა ქართული წისქვილები და უნდა მუშაობდეს. მე ვამბობ ხა ნორმალური სიტუაცია მაშინ რომ შენც უნდა მუშაობდე და მეც უნდა მუშაობდე. დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ერთთვიან პერიოდში ხორბალი საშუალოდ 10%-ით არის გაძვირებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 14%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი ხორბლის მსხვილ ექსპორტიორს არ წარმოადგენს, რეგიონში დაძაბულობის ზრდამ, ნავთობის ფასების მერყეობა და სატვირთო გადაზიდვების დაზღვევის გაძვირება გამოიწვია, რაც ნებისმიერი საექსპორტო საქონლის ღირებულებაზე პირდაპირ აისახება.